დღესასწაულზე თაყვანი საცემად ამოსულთა შორის იყვნენ ბერძნები. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდადან იყო. სთხოვეს და უთხრეს: ბატონო, იესოს ნახვა გსურს. ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს. მიუგო იესომ მათ. მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცისზე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოისხამს. ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას, ხოლო ვისაც თავისი სული ზულს ამწუთი სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამ. ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან, მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე სახელი შენი. ზეციდან მოვიდა ხმა. განვადიდე და კვლავაც განვადიდებ. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა. ქუხილია. სხვებმა კი თქვეს. ანგელოზი ელაპარაკებოდა მას. მიუგო იესომ და უთხრა. ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. ახლა ამ წუთი სოფლის სამჟავრო, ამ წუთი სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება. როცა აუმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ. ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით მოკვდებოდა. მიუგო ხალხმა. ჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორ გაამბობ, კაცისზე უნდა ამაღლდესო? ვინაა ეს კაცისზე? მაშინ იესომ უთხრა მათ. კიდევ მცირე ხანს არის თქვენ შორის ნათელი. იარეთ სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვა, ბნელში მოარულმა არ იცის საით მიდის. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა. თქვა ეს სიტყვები იესომ, წავიდა და მათ თვალს მიეფარა. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი. რათა ასრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: უფალო ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ როგორც კიდევ თქვა ესაიამ, მან თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა. რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი. ეს თქვა ესაიამ, რა კი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მას. თუმცა ბევრმა მთავარმაც ირწმუნა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება. იესომ შესძახა და თქვა: ვისაც ჩემი სამს, ჩემი კი არ სამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა. და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. მე ნათელად მოვედი წუთი სოფელში, რათა არც ერთი, რომელსაც ჩემი სამს, ბნელში არ დარჩეს. თუ ვინმე მოისმენს ჩემ სიტყვას და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან წუთი სოფლის განსაჯელად კი არ მოვედი, არამედ წუთი სოფლის სახსნელად. მას, ვინც მე უარმყოფს და არ მიიღებს ჩემ სიტყვებს, ყავს მსაჯული. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ.